იოაკიმ და ანას ტაძარი, რომელიც 2024 წლის 22 სექტემბერს მათი ხსენების დღეს გურჯაანისა და ველის ციხის მთავარეპისკოპოსმა ექვთიმემ და საგარეჯოსო და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აკურთხეს, თბილისში ელიას მთაზე მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ჯერჯერობით ერთი პატარა ტაძარი დგას, მაგრამ სამომავლოდ დიდი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. ტაძრის აშენების სურვილი მამა იოაკიმე ასათიანის იყო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხებით მამა ტარიელი ჩაუდგა სათავეში. მამა იოაკიმე არის ასათიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა აქაური მონასტრის შემქმნას. გარდაიცვალა 93 წლის ასაკში, კოვიდის დროს დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერში ეზოში, შესასვლელში, კარიბჭესთან ხელმარჯვნივ. ხატი შეიქმნა ეს აქ ვიპოვე ფიცარი და ისეთი იყო ძველი ფიცარი რაღაცა და რაღაცა გულმა მიკარნახა, რომ ეს სხვანაირად იყო რაღაცა იცქირებოდა და გადავდები და მე ბიჭებს ვთხოვე ყველას, რომ ხელი არ ეხლოთ და მე საამქრო არის სამებაში, ჩავიტანე იქა, გაასალაშინეს და გავწყინდა ფიცარი ისეთი კარგი იყო და იქ მოღვაწეობს ვინც კვეთავს იმაზე ხეზე, მალხაზი ქვია, თუ არ ვწდები, ყოლბაია და ვთხოვე მაგას და მე ასრულდა ასეთი და გამოვიდა აი ეს ულამაზესი ხატი, ღმერთის წყალობით შეგვაძლებინა, რომ გაგვეკეთებინა ასეთი კარგი საქმე.